სცენაზეა ბატონი ბიძინა მახარაძე. მოგესალმებით, გილოცავთ ყველაფერს ერთად და მინდა გითხრათ, რომ მე უნდა შევასრულო ქართველი მამაკაცის სახე, განმასახიერო. ეს ქართველი კაცი არის ზარმაცი. ქართველი და ზარმაცი გინახავთ? კი, ძალიან კარგი. ნუ, ისეთი ზარმაცია სამსახური არ აქვს. საჭმელი არ აქვს, სასმელი არ აქვს, არაფერი არ აქვს, დეპრესიაშია, საშინელ მდგომარეობაშია და იმის მაგივრად რომ სამსახურში გავიდეს და იმუშაოს, მოიფიქრა ასეთი რამე, მოდი მოვიყვან ცოლს, რომელიც მე მარჩენს. მაჭმევს, ჩამაწმევს და თან გამიჩენს ბევრ შვილს. და მექნება მშვენიერი ოჯახი. ნუ წავიდა მოიყვანა რუსის ცოლი, არ გამოადგა, მერე მოიყვანა ქართველი, არ გამოადგა, მერე ვიღაცა მესამე მოიყვანა, არ გამოადგა და ბოლოს იფიქრა და მოიყვანა ჩინელი. ანუ ეს ჩინელი გამოდგა შრომელიც და ნუ ბავშვების კეთება მაგათ რო ეხერხებათ ისე მოგეხსენებათ. არავის, თუმცა რაღაც გიყვებით, მოდით წარმოგიდგენთ ამ პერსონაჟს, მოусმინოთ მას თვითონ. არა, ისე გადასარევი გოგონა იყო. გადასარევი იყო. მაშინ მივხვდი, რატომ არიან ჩინელები მილიარდ ნახევარი. გადასარევი ყველაფერი ეხერხებოდა. საჭმლის კეთება გინდა, დალაგება გინდა, მოფერება გინდა, მაგრამ ასეთი არ მინდა. იმიტომ რომ ასე ერთი თითის მიკარება ლოყაზე და რაღაცა ემართებოდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ გრიპი ჭირს და დაცხინკება. არა, გააგრძელა. მე ვიფიქრე, ალბათ ჩოგბურთელი იყო და გაახსენდა. ხალხი მასე თამაშობდა. არა, გააგრძელა. მე ვიფიქრე, ალბათ ასთმა ჭირს. არა, კაცო, თურმე კაცი უნდა. კაცი უნდა, მაგ დროს გული ჯერას უწყებდა, ყვითელი სახე წითელი უხდებოდა და იმისთან ახვნეშას იწყებდა. სახში ფანჯრები იორთქლებოდა. ერთხელ იმისთან მომახვნეშა, ორი დღე უფლიანი დავდიოდა. თან კაცო, ლოგინში მიმაცრევდა. Thank you. არ სიხლებოდა კაცო. თუ თავი მე ვიფიქრე, ალბათ ქალიშვილად იყო დიდხა. თუ პროსტო ჩინელია და მაგიტო. მოკლედ ყოველ დღე thank you. კი ბატონო, ერთხელ სიამოვნები thank you. მეორედ ხათრით და thank you. მესამედ ჯანდაბაშენი დავიდა ჯანჯუნ. მეოთხედ ეს ვის გადავეყარე? მარა ჯანჯუნ. მეორე დღეს რავა დიდი ჩემის ჭამე. ეს რომ მოვიყვანე ცოლად და ისევ ჯანჯუნ. მესამე დღეს დეგექცა დაბადება. შენ მოვკვდი შენს პატრო. მარა ჩანჩუნ. მეოთხე დღეს ამარევა უნდა მომკლას. ქართველმა ვერ მომკლა, რუსმა ვერ მომკლა. ამან უნდა მომკლას და ჩანჩუნ. მეხუთე დღეს დიდა ჩანჩუნ. ჩანჩუნ შენდა ბაბუაჩებს რო ჭირდა 9 წლის ბეჭში. საქართველოს 922-ში. საბჭოებში 951-ში. და მე ახლა. მარა ჩანჩუნ. მეექვსე დღეს კიდე კაი მე შევხვდი. თუ არა სხვა ჩემს ადგილას გაფრჩიობდა ფეხებს და სასაფლაოზე იწვებოდა და ისევ ჩანჩუნ.
მე 7 დღეს ვიფიქრე სადმე დავიმალები იქნება გადავრჩე მაგრამ გამახსენდა რომ ქართველი ვარ და ჩანჩული მერვე დღეს დავგარგე ქართველობა ჯანმრთელობა სპენადობა მაგრამ არ ვიცი საიდან არ ვიცი როგორ და ისევ ჩანჩული მე-9 დღეს დავიმალე მაცივრის უკან მაგრამ ჩანჩუნა მომძებნა დამიყვანა ლოგინში და ჩემ და დაუკითხა სამჯერ ჩანჩულ მე-10 დღეს ჩანს კაჩავდი მაგრამ ჩუნზე მერხეოდა მე-11 დღეს ვეღარ ჩან და ვეღარ ჩუნ მე-12 დღეს დამესიზმრა სასაფლაოს დირექტორი რომელიც იდგა გაცხლის საფლავის გვერდით და მეპატიჟებოდა ჩანჩუი ამდენი ჩანჩუნის შემდეგ ისე დავიკელი წონაში ისე დავპატარავდი ისე მოვიცუცქნე ჩანჩუნა მომიყვანა ხელში და იავნანა მიმღერა ჩანჩუნიგო ჩემი ჩანჩუნაო მე აიღო და ტაბლეტი ჩამთხარა პირში ენის ქვეშ გამეხარდა მეთქი ვალიდოლი არა ვიაგრა აღმოჩნდა ვიაგრა მიმოქმედა მაგრამ მხოლოდ ენაზე ამიტომ ენა გამისივდა გადიდდა მოიცვა მთელი პირის ღრუ მიაწვა კბილებს დავკარგე მეტყველების უნარი ვეღარ ვლაპარაკობდი ვეღარ ვჭამდი ვეღარ ვსუნთქავდი წყალს ვამდი მაგრამ ჩვენიდან მაშინ კი ვიყვერე მიშველე ჩემს პირზე მოვიდნენ მეზობლები გამოუძახეს სასტრაფოს რომელიც მოვიდა 5 წუთში ჩემთვის დამცინავი სიგნალი და მაშინ ვიფიქრე რა კარგია ქართველი ქალი დაწვევი ღამით მიეფერები ეტყვი ჩანჩულ და ის იწყებს ხნეშას და კნესას ზამთარი მოდის ჩვენ კიდე გათბობის ფული არა უვა ზამთარი მოდის ბავშვებს სასაცმელი არა ზამთარი მოდის და ჩვენ ფული არა უვა მე კიდევ წევარ და ველოდები როდესმე ხობა მიწევს მასთანაც ჩანჩულ ბატონი ბიძინა მახარაძე